Hi. Გაციების მეოთხე ძალიან მძიმე დღე. კანი, ცულები, ყველაფერი მტკივა. თუ ვწვევი ვერ ვდგები, თუ დგავარ ვერ ვძლებ, უნდა დავჯდე და თუ ზივარ უნდა დავწვე. ეს კი ჩემი მილიონი სახელის წამო. ეს კი მამა, ანუ მარიამის ბაბა. მოფერება უნდა, მამამე. იმაში გინდაცალ ჯენგიჟე. იმე ჩემწვერო და გიჟო. ჩემოლამზერო და ჭენა. ხოლე დაუსვედო. დაუსვედო. მე ხოდა ალაკობა. უსაკარი ბუდი. შეიძლება ეგრე? როარა ჭამარაფის პაპა. დიდი გოგო ხო გინდა რომ გაიზარდო? როგორ უნდა გაიზარდო თუ არ შეჭამე შვილი? შეგედა ცვალის პაპა მაქსეცხლი შემოლამაზურებო. მე შეგედა ცვალის პაპა. მალა პაპა. შეგედა ცვალის პაპა. Papa რო უყარხო პაპა. ესერა. Გამაქვს? მეტრები. 13, 12, 13, 14, 15. დედამ ყურება მიკეთა. გული მithება. მადლობა და დედამ თხოვა რომ მაღლა სართულზე ავსულიყავი, რადგან დაბლა ყოფნითაც ძალიან დავიღალე. მითხრა რომ თუ მეტად ვივლი და ცოტა აქტიურობას დავიწყებ, შესაძლოა ბევრად უკეთ ვიგრძნო თავი. ხო და ჩემი ყიყლიყოებით ვესტუმრე. მარიამი რა თქმა უნდა დილიდან აქ არის. ფაქტობრივად გაიღვიძა თუ არა ბებომ წაიყვანა. მე კი როგორ ავწიე თავი, არც ვიცი, ყველა აქ ვართ, არა ყველა არა. მოვიდა გაზომვის დრო. ხო, საბოლოო ჯამში 37.5 მქონდა. ეს კი ჩემი ყავა, რომელიც დედამ მომიბზადა, რა თქმა უნდა. ხო, აქ უკვე სხვები შემოგვიერთდნენ და ვსაუბრობთ ღორის თავზე, რომელიც ბიძა ჩემმა მოუტანა დედას, მოუხარშა, დაუწილა და ნახევარი. და რა ღირს და რაღაც ფასებზე ვსაუბრობთ. მე რო გითხრათ ვიზუალურად მოვწონს არა, მაგრამ გევრიელი ხორცი აქო გაგიჟებულები არიან რა არ მოგწონს, სახეზე მეტყობა კმაყოფილება. თუმცა ხორცი ხო ჭლე გემრიელი იქნება თავისთავად, მაგრამ ზედაპირის ქონზე რა მოგახსენოთ. ამას განვიხილავდით ახლა. ჰაი. საღამომშვიდობის ყველას მეგობრებო. როგორც იქნა დღეს, როდესაც საღამოს ცოტა ავწიე თავი. ამას ვაჩვენებ გასათლებია რომ მაინც ფანქრები მაქვს ახალი და ეს დაიკარგა. მაინც ვაჩვენებ. კარგი დედიკო, წადი გათალე, ჩემო სიცოცხლე, კარგი. მაინც ამის გავთალებ. საღამოს ავწიე როგორც იქნა თავი შედარებით. მაინც დამიგროვდა ძალიან ბევრი საქმე. დოდონას ბლოგზე ბევრი ვიდეო დამიკროვდა გასაკეთებელი, ასევე TikTok-ისათვის. ამიტომ თავი ვაიძულე, რომ ტანი ამეთრია, ასე რომ ვთქვათ, ოდნავ მეიქაპი გამეკეთებინა, რაც მოიცავს მხოლოდ
ტუჩის მოწესრიგებას შედარებით და ნუ აი რაღაცა თავსაბურავი და რა თქმა უნდა დოდონას ბეჭდები, რომელსაც ტრადიციულად აისხამს ხოლმე გადაღების დროს და გუშინ თვიდან ამ თბილ ფულეს ზედას ვერ ველევი, იმიტომ რომ ვერაფერში ვერ ვთმები. პლედ შემოფარებული ვზივარ, ახლა ზვაპირებ, უნდა ავდგე და შემოვიხურო, მიუხედავად იმისა, რომ სახში ცხელა. საშინელი სიცივი შეგრძნება მაქვს და მუდმივად სიცხე. ხო და ესეთი მდგომარეობა მაქვს, მოკლედ რო გითხრათ, საერთოდ რამის ენერგია მაქვს მოგატყუებთ, თუმცა აი დოდონას ვიდეოს დავდები და ნახავთ, რომ საერთოდ არ მეტყობა იქ ნიშანწყალი არაფრის. თავის ხელში აყვანა რაღაცნაირად საქმის დროს ძალიან კარგად შემიძლია ხოლმე. თუმცა YouTube-ისათვის თავს ვაძლევ უფლებას, რომ ცოტა მოვდუნდე და მოდუნებო მდგომარეობაში გესაუბროთ, ასე რომ ვთქვათ. ბავშვებო, მას რეპეტიცია უნდა გაიაროს და მერე გავწნებთ, კაი? როცა ჩავალაგებ. ჩემი შვილი რამე ზღაპრია. და ჩარდე არ გამორთო. ართი შავდედი. ხო და მოკლედ რაღაცები მეყარა აქ, ამის წასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ მე ძალიან გადავიფიქრე, იმიტომ რომ ისედაც ძლივს ავეფხიკე ამ ქვეყნიერებიდან. ჩემი კალორიული დეფიციტი ეს დღეები სულს ღაფავს, იმიტომ რომ არაფერი არ შემიძლია, აი რამის თუ შემომაყრეს ვინმე სახეში რომ მივირთვო, მაგას მივირთვე, არაფრის თავი არ მაქვს და არც სურვილი არ მაქვს რამის გაკეთების. რაოდენობის სწავლებს ვსვამ, ხალხო მსგავსი არაფერი მინახია, რაც მე მჭირს. სხვა რა შვებით, როგორ ხართ? ხო ხართ კარგად გოგოებო? არც ვიცი რა ვილაპარაკო იმ დონემდე, არა ამქვეყნიურად ვარ შინაგანად, იმიტომ რომ ერთი საწოლიდან მეორეზე გადავდივარ, მეორედან მესამეზე გადავდივარ და ესე დაუსრულებლად. გათლილია ეს უკვე, სხვა მომეციდე, ეს უკვე გათლილია საყვარელო. აი, ეს მწარია და უკვე გათლილია. კი, სხვა მომიტანე ჩემო ლამაზო. ხო და ეგრე მოკლედ. ჩემო დედიკომ ყიყლიყო გამიკეთა. მანუ რა ხელა იმედია, რომ სახლშია ვერც წარმოიდგენთ ხალხო, აი. რო ვიცი რომ მალე უნდა წავიდეს თებერვალში. ეს გასათლელი. სათლელი მომეცი საყვარელო. სათლელი? ხო და სახსრები იმ დონემდე მტკივა ხალხო. იმ დონემდე მტკივა, აი ყველა ჯვარი გწერიათ მართლა. ეს გავთალე. ჩემი შვილი არის ფაქტობრივად ღვთისამარად. ეს 3 დღე ფაქტობრივად ღვთისამარად არის. აი დედა რუსთავში იყო იმ პერიოდში, ძახით 2 დღეს ხარ, რა თქმა უნდა, დედასთან იყო მთელი დღე. მე არ ვიცი 3 წლის ბავშვი ესე როგორ უნდა ზრუნავდეს 38 წლის დედაზე. მსგავსი არაფერი გამიგია, არც მსმენია, არც მინახავს, არც აი არ ვიცი. ეს 8 სემინარს მაგაზე უფრო ვგიშდები. ჯანმრთელობა და ძალიან დადო ეს 8 სემინარს. მაგრამ ნუ კი დამამშვიდა, რომ მეც ესე ვიყავიო და ბავშვს არ გადადებიაო და მომეცი სათლელი. უი, აქ არის დე აქ და მეც რაღაცნაირად იმეც ვიტოვებ, რომ იქნება გადაედოს მარიკოს. ჩვენ ვიზუალზე ნუ გავამახვილებთ რა ყურახებას დღეს ძალიან გთხოვთ. დღესაც მომიტევეთ რაღაცნაირად. როგორ მიყურებ საყვარელო? დედიკო ძალიან ახლოს სახესთან არ მოხვიდე, კარგი დედიკო. კარგი. მოთხრა? კი, საყვარელო. რომელი? აქ მოთხრა? მიცა დედიკო. აჰა, ლამაზ.
ეს დედიკოს ბეჭედია, სხვათა შორის უნდა გავატანო მე, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და ძალიან ძვირფასიც არის, ისედაც რაღაცა ძვირფასის აქვს. არ მახსოვს რაღაც მითხრა მოკლედ და ძალიან უყვარს და ჩემზე მეტად უყვარს, ამიტომ გავატანო. ნუ დაანჩენ ისეთ ჩემ. ხო და ხრებში ვერ ვიმართებიან. ხრებში გაშლა არის კატასტროფა. ჯდომა მიჭირს, დგომა მიჭირს, სწოლა მიჭირს. სხვა პოზა თუ იცით რამე რჩევებს მივიღე. ამდენი ხანი 1-2-3-4 დღე არ დავმჯდარო, არ ვიდეოსთვის დავჭიქი და ხა დგომა მიჭირს. აი დედიკო მე ამდენი ენერგია რო არ მაქვს, კი იცი დედა, ეს არის კალამი, ამით ვერ გავთვლი, ფანქარი მომიტანე და ხო და მოკეთ ესეთი ამბები მეგობრებო, დღესაც მომიტევეთ ჩემი მიუკვდარუნება. რაღაცნაირად თუ მოვალ გონს აუცილებლად ასე ვთქვათ ლაივში შემოვალ თუ უკეთ დედიკო სახესთან ახლოს ნუ მოდიხარ თუ უკეთესად ვიგრძნობ ბევრად შედარებით რა თავს არ ვიცი ნუ კი მითხრა რომ იმდეხას მქონდა მეორე გული მისკდა მაგდეხას რომ გამიგრძელდეს ეს ყველაფერი ხალხო მე გეპატიჟებით და ესეფლავებაზე ჯვარი მწერი ამიტომ დღეს ვერაფრით პროდუქტიული ასე რომ თქვა თქვენთვის ვერ იქნები და არც მინდა მოსაბეზრებელი ვიყო ეხლა ძეს ვლაპარაკობ და არამქვეყნიური ის მაქვს ვიზუალი და არასასიამოვნოდ გამოვიყურები ზოგადად ასე მიმიჩვარო მდგომარეობაში ამიტომ დაგემშვიდობებით დიდი მადლობა რომ იყურებთ დიდი მადლობა ვინც გამოჯანმრთელება მისურვეთ და ყველას ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით მეგობრებო შესაძლოა დღეს გვიან ლაივ შემოვიდე და თუ არ შემოვედი გემშვიდობებით ხვალამდე დროებით ახლა 15 წუთია ხო ზივარ და ვფიქრობ თქვენ ხუთით მე ყავასთან მიყვარს ფიქრი აჰა ხალხო თქვენ მოგიხსენებათ მე ვარ ტრენდი და ინფლუენსერი და ძირძველი თბილისელი და ერთი ხოხობა მომასწრო დამადება ის მაგარი იყო თუ რა სიოკანეს მე ვარ პირველი თბილისელი ხო და ზოგს არაც თავში ჭვიდა მეცა ფეხესითებში მაგ მოგიხსენებათ ხო რისთვის ამ ზივარ ახლა აქ ასე გამხდარ გალამაზებული გატრენდული არ ვიცი ხალხო რა მე ჩვენით მე არ მიდახარ რა არ მიდახარ ეგარ მიდახარ შვინო თქვენ ანარაშვილები უნდა გაიჭარდოთ ანარა თაობა უნდა აღზარდოთ შენ აღზრდაზე ფიქრობ ლაპარაკი ზედმეტია ხალხო რას ეწევიან, რას იკეთებენ, რას აკაჩავენ, რას ყლაპავენ? არ ვიცი ეგ რა სახეობა? ზოგი წინ დადის, ზოგი უკან დადის. ვინც ახშება მე მომელანდა, ხო შენა მოგელანდოს ახლა მეც ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან მადლობა ღმერთს ხო? არ ვიცი, ხო არ ვიცი რა ქვია მაგ იმას, აი, აღარ მინდა თქვა, ნარკოტიკ. ხო, არ ვიცი, გუგუმაც არის. ხო დგენა ხალხო და მოდიან მოჩოჩიალებენ ხანა მიჩოჩიალებენ ხო კარგად ახართ ხალხო რა უნდა გამიკვირდეს გაფიცებთ მამიდაშვილებს ეგენი რომ მოდიოდე მე უკვე всё ხარიხარალე წასული ვიყავი ხო ახლა გეხვეწებით რა ნახა ლოკა თავიდანვე იწვა მოგეხსენება და იქა ფონი ჭალა და აბა გერაინი და ткаცი და ტკუჩი რა უნდა გამიკვირდეს ახლა მე რაც არ მინახავთ არ გამიგია. დაჟე ფასებით ვიშოდი. ეხლა გაჯირებულა და აღარ ვიცი თორე. ხო? 15 ლარში დრო იყო, ფერად იყო, მაგათ სამყარო ახლა გაჯვიდა და ჯერ შავთეთრზე არის. ფერაზე ვეღარ გადავიდე. გაგერა ისე ლაპარაკი ზედმეტია, თელი ხრბეგი ვერ გაიკეთებენ. ისეთი გაჯირებულა всё, ფასი მაგააფრიდეს. ხო? ხალხო. გაფიცებ მამიდაშვილებს თქვენ აძლევთ არჩევნებში ხმას? აძლევთ ხალხო ხმასა თქვენა რო დახუხიალობთ არ ხალხო მე თუ მაგნედა ვისმისის იყვნენ და საარჩევნო იმაში საერთოდ აუჩევლებში და რამეში იყვნენ და არ ვიცი ვისმისის რას მიცის შეება საკუთარი თავები ჩაწერეს და შემოხაზეთ არ ვიცი
არ ვიცი არ გამიგია. რაც მაინტერესებს. ან ახლა რატო ვლაპარაკობ, მაგრამ რატო უნდა ვილაპარაკო? ვიღაცამ ხო უნდა ილაპარაკოს ამ თემაზე, ხო? ტაბუ დავადოთო. ხო დააგეთ ყველაფერს ტაბუ. ჩაკეტეთ. ხო, ხახო უნდა ვილაპარაკოთ. ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩაწვა თაობა. ხო? ვაფშე ნებასტიმულზე კიდია ახლა თუ არ ჩაწვებიან. მაგაზე ვიდარდო ახლა, მაგრამ ისე რომ თქვათ ვდარდობ. ეგეთი უბედური გულის ადამიანი ვარ. კაი, შეკაიფავი და შო გამოდი რა კრაკატინის ცხოვრებიდან რა. ხო? არ ვიცი, ეგა მე მგონი ის არა, რომ დახოხიალობენ, ეგა სხვა რაღაცას მიეძალდნენ მე მგონი. არ ვიცი ხალხო რა. გაფიცეთ მამიდაშვილებს, ცოლებს ნუ მოიყვანთ. აჰა. ერთი ცხოვრება თქვენთან, ნუ მოიყვანთ. თქვენა ვერცა ცოლებს აცნობთ, ვერც აშვილებს. დედები მარტო მაშინ ახეთ რომ დაიბადეთ, თორემ всё, კანეთ თქვენი ტვინი უკვე მკვდარია. თქვენ ამ ქვეყანაც კი არ ხართ ხალხო. უბრალოდ დახოხიალობთ. всё, არ ითვლებით რაოდენობაში. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან ხო მე რო ვიყო პრეზიდენტი ამოგიღებდით. რისი მაქნისები ხართ გაფიცეთ მამიდაშვილს. რა სარგებლობა მოიტანე მაგალითად დღეს. ადეთი ფეხზე და თქვი. თუ იძეთი რა ვიცი მე, ახლა თქვენ რაღაც ადგები, თუ ადგები და ხოხიალობ და ჯობია იჯდეთ. და ისე თქვათ ხო? კანეც თაობა თქვი, კაი მამიდაშვილებო, ნუ გადაგვაშენეთ რა ძალიან გევედრებით რა. არ ვიცი თქვენა ვინ მოყვებათ ცოლათა. არ ვიცი ვინები არიან, ან თქვენ როგორ უნდა გამოყვეთ კაცი ცოლად. თქვენ უბედურ დღეზე გაჩენილებო ხო? კაი, რა შეკაი მამიდაშვილო კოსმოსზე ვაპირებ ბინის ქირაობას, რომ 1-2 კვირა განვიჭირთო და ცხოვრებას რა შევიდარხართ იმაზე რაღაცაზე. არ ვიცი რა, გავიხედე მუკა მიდიან, გავიხედე წიწინ მოდიან. მალადე ძმაო. უიდე არ მითხრათ ახლა რომ თქვენა ქვეყანას ააშენებთ და მაგალითად ჯვარი გწერია ომი რო დაიწყება წინახაზე გაქანდებით. კი, აი ესე ხოხიალით მაგრამ გაქანდებით. გუგუნებთ. სიტყვა კანეც იცით რა არის? თქვენ არ კიდე 1 წელი ხოხიალებთ ეგრე. აი ეგ არის. მადლობა რომ მიყურეთ.